20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რატომ შეუერთდა სტუდენტების ნაწილი მოშიმშილე პროფესორთა მოთხოვნებს და რატომ არ დაელოდნენ აქციის მონაწილეები რექტორთან და აკადემიურ საბჭოსთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი რატი ადეიშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. რატი მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო, რატი ვიდრე კონკრეტულად შეკითხვებზე და მანდ არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ და მიმდინარე პროცესს. მანამდე რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანა გამოჩნდა. როგორია ბოლო ინფორმაცია რომ გითხრათ, ვინმე ხომ არ არის შეუძლოდ, ან როგორია მდგომარეობა მოშიმშილე? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით საშუალება აზრის დაფიქსირების. მართლაც ძიმე მდგომარეობა აქ მოშიმშილე რექტორების მდგომარეობა უკვე ნელ-ნელა გაუსაზრისი ხდება და დროა უკვე რომ რაღაც რეაგირება მოახდინოს ამასთან დაკავშირებით რექტორმა. რატი მარიამ სორდია გახდა შეუძლოდ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი და მისი მდგომარეობა ამჟამად არის თუ არა დამაკმაყოფილებელი? დამაკმაყოფილებელი არის ამჟამად, მაგრამ აი რაღაცა დროის განმავლობაში თუ სამწყობოში არ გადაიყვანეს ეს ადამიანი, შეიძლება გაუარესდეს მისი მდგომარეობა. ანუ მისი ჰოსპიტალიზება არ მომხდარა, ადგილზე რჩება სორდია. და განაგრძობს შიმშილობას? დიახ, განაგრძობს. კარგით, მის ამბებს და ბოლო ინფორმაციას ბუნებრივია მოვიკითხავთ, ჩვენი გადამღები ჯგუფი თქვენთან რჩება ადგილზე, სამ განაგრძობს მუშაობას. რატი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი უკვე მე-7 დღეა სასწავლო დაწესებულების რექტორის გადადგომის და ასევე აკადემიური საბჭოს ხელახალი არჩევნების მოთხოვნით შიმშილობს. დღეს საპროტესტო აქცია სტუდენტების ერთმა ნაწილმაც გამართეთ. თქვენ იზიარებთ მოშიმშილე ლექტორების მოთხოვნებს, ანუ სრულად იზიარებთ თუ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი მოსაზრება და პოზიციები? რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი მოსაზრებები გაგვაჩნია, მაგრამ ვიზიარებთ ლექტორების იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადგეს რექტორი და ასევე აკადემიური საბჭო. ჩვენი მოსაზრებები არის მკაფიოდ ვაფიქსირებთ ამ მოსაზრებებს, რომ განათლებაში აუცილებელი არის ფუნდამენტური ცვლილებები, რეფორმები არის ჩასატარებელი. ამასთან ერთად რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფართები დღეს პრივატიზებული არის, გაურკვეველ ვითარებებში, ასევე იმის მაგვრად რომ პროგრესისკენ წასულიყო ჩვენი რექტორის ხელმძღვანელობის ქვეშ. ანუ ეს მოხდა არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის პერიოდში, ამას ამბობთ? დიახ, მანამდეც იყო პრივატიზების საკითხები, მაგრამ მის მოღვაწეობაშიც მოხდა, კი ბატონო. ამასთან ერთად პროგრესის მაგვრად რეგრესში მიდის უნივერსიტეტი თავიდან ბოლომდე, ამას უბრალოდ ორი თვალი ჭირდება, რომ დაინახოთ რა ხდება დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში. რატომ ფიქრობთ, რომ რექტორი თქვათ არჩილ ფრანგიშვილი კანონის დარღვევით აირჩიეს? თქვენ ამაზეც საუბრობდით, ანუ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ანუ იგივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რატი ამბობენ, რომ არჩევნები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია? დიახ, გეტყვით მაგაზე, მე დავაფიქსირე რამდენჯერმე ჩემი აზრი და თქვი კონკრეტულად, ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით არჩილ ფრანგიშვილი არის მართალი, ეს ყველგან თქვი მე, რადგან კანონის დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ აქ მოხდა შემდეგი რაღაც. IP შეიცვალა უნივერსიტეტ, ანუ სტატუსი შეიცვალა, სტატუსის ცვალებადობასთან ერთად მოახერხა არჩილ ფრანგიშვილმა, რომ მესამე ჯერ ეყარა კენჭი, ანუ მეორევ адам მიდიოდა მისი რექტორობის, როდესაც IP შეიცვალა და შემდგომში შეძლომა, რომ მესამედ ისევ ეყარა კენჭი და ის გახდა რექტორი, რაც არასამართლიანობის შეგრძნებას სტოვებს სტუდენტებში და ჩვენში. არასამართლიანობის შეგრძნებას სტოვებ თუ არასამართლიანია, ძალიან დიდი სხვაობა ამ ორ ფაქტ შორის. ხო, ზუსტად მაგას ვაკონკრეტებთ, ანუ სამართლებრივად სწორი არის და მართალი არის, მაგრამ არასამართლიანი არის, ზუსტად ამას ვიძახი მე. კარგით, რატი როგორც ვთქვით, პროფესორებმა და რექტორისა და აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოს შორის არჩევლი შეიტანეს, სასამართლო პროცესები რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი და თქვენთვისაც ბუნებრივი არის 18 და 25 მაისს ჩანიშნული. რატომ არ ელოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას? სასამართლოში შეიტანეს ჩვენმა ლექტორებმა არჩელი, ეს გასაგები არის, მაგრამ აქ არის შემდეგი სიტუაცია. ისე იგი, ჩვენ ვითხოვთ განათლებაზე გვაქვს აქ ორიენტაცია აღებული, რომ ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, მან გითხრა და მოგცვა პირობა და დარწმუნებული ვართ, რომ შეასრულებს ამ პირობას რეფორმების დაწყება განათლების სისტემაში. რაც გულისხმობს შემდეგს. აუცილებელია, რომ აღდგეს თანასწორობა. თანასწორობის აღდგომაში ჩვენ გულისხმობთ თვითმმართველი ორგანოები, რაც დღესდღეობით მე უსმენდი წეღან თვითმმართველ
TSU-ს თვითმმართველობის პრეზიდენტს, რომელიც ბრჭყალებში აправებდა თავის აქციებს, თავიანთ ხარჯებს, ისინი ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე ხარჯავენ თანხებს. იგივე ხდებათ, რა ქვია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვფიქრობ პროფესორი ჯგუფი სანამ ხარჯზე გითხავთ, რატი? თქვენ შევხვდით ხომ პრემიერ-მინისტრს? დიახ, შევხვდით. როდის გიორგი კვირიკაშვილს შევხვდით? აუდიტორიაში ვიყავ, დიახ, როცა მისაუბრეთ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეთ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლება. თქვენთან იმყოფებოდა პრემიერის საპარლამენტო მდივანი, რომელმაც ლექტორებს შიმშილობის შეწყვეტა და ასევე განათლების რეფორმაზე მუშაობაში მონაწილეობას შესთავაზა, თუმცა პასუხად მიიღო უარი. თუ თქვენ რეფორმაში მონაწილეობა გსურთ, რატომ გრძელდება შიმშილობის აქცია? დიახ. რა მეც ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ შეწყვიტავენ შიმშილობას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რა მათმომ ესეთი მდგომარეობაში ყოფნა, ვფიქრობ, რომ დაუშვებელია და უკეთესი იქნება თუ შეწყვეტავენ შიმშილობას და ჩვენ გავაგზავნებთ დრო სამართლიანობის აღდგენისთვის. რატი დღეს გავრცელდა ტექნიკური უნივერსიტეტის 500 სტუდენტის და ასევე 4 პუნქტიანი განცხადება, სადაც სტუდენტები აცხადებენ, რომ თქვენი აქცია არის სასამართლოზე, სტუდენტებზე, პროფესორ მასწავლებლებზე და ასევე საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობა. რატომ გაიღო სტუდენტთა პოზიციები? ანუ არ არსებობს კომუნიკაცია თქვენ შორის? გუში შევხვდი სხვათა შორის თვითმმართველობის წევრებს, ანუ ეს თვითმმართველობის აქცია იყო დავაკონკრეტოთ. შევხვდი და ვისაუბრეთ, ანუ განათლების ძირეულ რეფორმებზე ქონდა საუბარი. ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს რაღაც ჯგუფებად დაყოფილი, თუმცა არის და ყველაზე საწყენი ეს არის. ჯგუფებად არის ზუსტადაც დაყოფილი სტუდენტობა. ვუთხარი, ეს არის საერთაშორისო, მთლიანად ყველა სტუდენტის პრობლემა არის განათლების კარგი მიღება საქართველოში, ანუ ჩვენ ჩრდილო ევროპულ მაგალითებს თუ გადავხედოთ, სადაც მოხდა ინვესტირება ზუსტად ინტელექტში, გამოიწვია ამ კარგი და საუკეთესო სახელმწიფოების შენებლობა. ზუსტად ანალოგიური გვინდა იყოს მეცნიერება, გვინდა რომ იყოს პრიორიტეტული საქართველოში. ეს ვესაუბრე ზუსტად აი ამას უხსნიდით გუშინ თვითმმართველობის წევრებს, ანუ რატი თქვენ აცხადებთ, რომ გაკარგავენ გარკვეულ ძალაუფლებას, აი ბოდიში დავამთავრებ, დაკარგავენ რაღაც გარკვეულ ძალაუფლებებს, რომელიც ახლა მათ ხელში არის და ამის განსხვავებაზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ ეს რომ გითხრათ რატი და თქვენ ამბობთ, რომ აი ამ 4 პუნქტიანი განცხადება ვინც გაავრცელა ის 500 სტუდენტი, ხო, ისინი არიან სრულად თვითმმართველობის წარმომადგენლები? დიახ, ამ 3000-მდე სტუდენტი არის თვითმმართველობაში დღეს და განკარგავენ თვითმმართველობის ბიუჯეტს თავიდან ბოლომდე და რა თქმა უნდა, ეხლა რამდენია თვითმმართველობის ბიუჯეტი, შეგიძლიათ გითხრათ? თვითმმართველობის ბიუჯეტი? ეხლა ზუსტად კონკრეტულად არ შემიძლია გითხრათ. საკმაოდ სოლიდურ თანხაზე არის მოკლედ საუბარი. კარგით, რატი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის? ხოლო ბიუჯეტზე არ არის აქ საუბარი. აქ არის ქულების დაწერაზე არის საუბარი. როდესაც სტუდენტ შეუძლია თვითნებურად დაიწეროს ქულა, ეს არის მე მგონი ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანისთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის მიუღებელი, რომ არ შეიძლება არაფერი სტუდენტმა შეძლოს თვითონ ქულა დაიწეროს. აი ეს ჩვეულებრივად შედიან ლექტორების იმეთი, რა ქვია, აქვთ მაგის უფლებამოსილება და იწერენ ქულებს, არც დასწრება არის აუცილებელი და არაფერი. აი ეს არის უკაცრავად, რას ნიშნავს დაიწეროს ქულა? ასეთი რამ, როდესაც მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, არ ვიცი, არ ხდებოდა. არც მსმენია სიმართლე რომ გითხრათ. დიახ, ესეთი ფაქტები არის ზუსტად, რაც დღეს ადმინისტრაციასაც უთხარით ველაპარაკეთ, თითქოს არ იციან, ან უფრო უარესი იციან და ანუ შეთანხმებულები არიან უკაცრავად, თუ შეგიძლიათ კონკრეტულად გითხრათ, სტუდენტები არიან ლექტორებთან შეთანხმებული, სრული შემთხვევაში სტუდენტ შეუძლია თავად დაიწეროს ქულა? კი ბატონო. და რექტორი, ადმინისტრაცია რა ინტერესი აქვს ასეთ შემთხვევაში ლექტორს? არის? როგორ? რა ინტერესი აქვს ლექტორს? რატომ აძლევს ანუ სტუდენტს ამის უფლებას? რექტორისგან არიან პრივილეგირებულები ეს ჯგუფი. რექტორისგან არის პირდაპირ მხარდაჭერა თვითმმართველ ორგანოებზე, რადგან არ ვიცი, რაღაც საქმეები აქვს ეთყობა ერთად გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე აქვს პირდაპირ უფლება იმის, რომ დაიწერონ ქულები, რაც დაუშვებელია. კარგით, ამ თემაზე განვაგრძოთ საუბარი და იმის გათვალისწინებით, რომ დრო ფაქტობრივად ამოიწურა, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, რაზეა დამოკიდებული აქციების შეწყვეტა? პირველ რიგში რექტორის გადადგომასთან რექტორი უნდა გადადგეს აუცილებლად, თვითმმართველი ორგანოები უნდა
მოისპოს საერთოდ. უნდა თანაბარუფლებიან უნდა იყოს ყველა სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არა მარტო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ასევე აკადემიური საბჭო უნდა გადადგეს და ხელახლა რეფორმირება, ძირეული რეფორმირება უნდა დაიწყოს მათი არჩევის წესის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. 2030-ის შეკითხვებს რატი ადეიშვილი პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ თემის გაგრძელება ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი 2030-ში დაგველოდეთ.